მოგესალმებით ჩვენ ისევ რუსთავის გიგალორდ კიფანიძის სახელობის პროფესიულ მუნიციპალურ დრამატულ თეატრში ვართ. ბლიცის გარდა ყველაფერი სუყურებთ ახლა თქვენ და ჩემი სტუმარია მსახიობი ეკატერინე ქრივიშვილი. ეკა როგორ ხარ? კარგად. შენთან რო ვარ მიხარია და კარგად. მადლობა რომ დღეს ჩვენს კითხვებს უპასუხებ. მინდა გითხარო საინტერესო გადაცემები გამოდის შენს კოლეგებთან რომ საუბრობ საინტერესო ისტორიებს ვისმენ, საინტერესო ამბებს რუსთავის დრამატულ თეატრზე და ვიმედოვნებ რომ დღევანდელი გადაცემაც არ მიყვარს ეს სიტყვა, დღევანდელი ჩვენი დიალოგი საინტერესო ვფიქრობ გააჩნია როგორი კითხვები გექნება. იმედია რომ საინტერესო იქნება. ბოლოს აუცილებლად შევაფასოთ. მოკლედ ეკატერინე ქრივიშვილია ბლიცის გარდა ყველაფრის სტუმარი, რუსთავის დრამატული თეატრის მსახიობი, ის მსახიობის გარდა პედაგოგიც არის. ხო ესე? კი, პედაგოგი ვარ. ასევე გაქვს შენი ხო, პედაგოგი ვარ. როგორც საჯარო სკოლებში პლუს პედაგოგი ვარ, პლუს ჩვენები პროფესიით. ხო, ეს ძალიან საინტერესო. აქამდეც მივალ, უბრალოდ სიტყვა მოიტანა და ამიტომ ვიკითხე, მოდი დავიწყოთ ბავშვობიდან. ბავშვობა ყველაზე ლამაზი. ყველაზე ლამაზი. ხო, გადასარევად გამოიყურებ. ამის თქმა აღნიშნე და შხიანი შემოხედვა იყო და გავწითდი უკვე ეს უნდა მეთქვა. მადლობა. ეკა, ბავშვობაში ყოველს გქონდა აუცილებლად ეგეთი ამბავი, რომ ჩვენი ახლობლების, მეგობრების, ოჯახის წევრების წინ რაღაც სცენებს გავითამაშებთ. კი. ხომ არ გახსოვს პირველი სცენა ბავშვობის მოგონებისგან, როცა შენი ახლობლების წინ რაღაც ითამაშე. რაღაცა რო ვითამაში. არ მინდა გითხრა რომ ბავშვობა მქონდა ძალიან მაგარი, აი ფანტასტიკური, ფერადი ბავშვობა რო იყვენ ცისარტყელას ფერებში ესე და მე მთელი ჩემი ბავშვობა გავატარე შიდათ ქართლიდან და კასპის რაიონის სოფელი ზემოხანდაკი. და იქ ხოიცი როგორი ესეთი ეზოებია, დიდი ფართო ჭიშკარია და იმ ფართო ჭიშკარს ვიყენებდით როგორც ფარდები. გავხსნიდით ამ ჭიშკარს და იწყებოდა წარმოდგენები და პირველი წარმოდგენა ასე ვთქვათ პირველი პიესა, ჩემთვის პიესა იყო ასეთი გულადი ბაჭია. მაგრამ არც ბაჭიას თამაში მინდოდა და არც ერთი პერსონაჟის. ძალიან მინდოდა რომ მე როგორ დავდგავდი, აი ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. და მინდა გითხრა რომ ძალიან ისეთი მკაცრი ალბათ რეჟისორი ვიყავი. დავდგე ეს გულადი ბაჭია, ანუ მთელი ზოპარკი იყო, მთელი ცხოველების ფერადი ლამაზი სამყარო, ფრინველებიც ჭარბდე, მაგრამ გულადი ბაჭია იყო ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი მთავარი ფიგურა. ნუ ეს იხსნებოდა ეს უზარმაზარი ჭიშკარი და მაშინ ნუ რაღაცა კაპიკებით ხდებოდა ამ ბილეთების გავრცელება, ჩვენვე ამ ფურცლებს ჭრიდით, ვაფორმებდით და აი ამ ფორმატში იყო. ჰონორარებისაც იღებდით. კი, ვიღებდი როგორც რეჟისორმა მივიღე, ნუ მაშინ ვიყავი, მე ახლა რო უყურებთ ბავშვები უკვე თითქმის ის ბავშვები აღარ არიან, მაგრამ მე სადღაც 12 წლისა, 13 წლისა მაინც ბავშვი ვიყავ. მაგრამ ჯერა კი მესმის რას. ხო, ძალიან ლაღი. მინდა გითხრა რომ წარმატებული პრემიერა შედგა, ძალიან საინტერესო. გამოგივიდა ჰონორარი. მთლიანობაში გამოგვივიდა ალბათ სადღაც 15 მანათი. ძალიან მაგარი იყო. მე წავედით ბავშვები, ამით ლიმონათები ვიყიდებთ, რაღაცა კამფეტები ვიყიდეთ. სასწაულად გაატარეთ დრო. რაღაც საინტერესო დადგმა გამომივიდა. მაშინ, ყოველ შემთხვევაში ასე ვფიქრობ. ეკა. ბავშვობის წლები ის რაღაც ჭიშკრის გახსნა, ფარდის მსგავსად და თამაში და უცებ ეკატერინე ქრივიშვილი ემზადება უნივერსიტეტისთვის. ეხა აქ გადმოვხდით. ემზადება უნივერსიტეტისთვის, ოღონდ ეს ის პერიოდია, როცა მსახიობობას არც თუ ისე კარგად უყურებს საზოგადოება, ოჯახები, წინააღმდეგობებს აწყდება ნებისმიერი ხალი განსაკუთრებით, როცა გადაწყვეტს რომ გახდეს მსახიობი. იყო თუ არა რაიმე წინაღობა ოჯახისგან, როცა შენ თქვი რომ შენ უნდა წასულიყავი თეატრალურ უნივერსიტეტში. ნუ ზოგადად ამ პროფესიას რო ვზიარებოდი. იცი რა არის უკან, მინდა გითხრა რომ მე
დავიბადე, გავიზარდე ხელოვანი ადამიანების ოჯახში. დედა მე პროფესიით მყავს მსახიობი, ამჟამად აღარ არის თეატრში, მაგრამ ძალიან ხშირად ჩვენთან ოჯახში იყო თავშეყრა ხელოვანი ადამიანების, ეს ყველა სფეროდან, ეს პოეზია იქნებოდა, მხატვრები იქნებოდნენ, მოცეკვავები იქნებოდნენ, დედას კურსელები იყვნენ. კი, კასპში ხდებოდა ეს და ძალიან ლამაზი საღამოები იმართებოდა, მინდა გითხრა, თუმცა ეს ტრადიციული სუფრა იშლებოდა და ძალიან ლამაზი საინტერესო ისტორიები იყო. მაგრამ არც დედას არ უნდოდა რომ მე ამ პროფესიას გავყოლოდი, ამერჩია ეს პროფესია და მინდა გითხრა რომ არც მამას და მამამ მითხრა რომ თუ ესე ძალიან გიყვარს შენ თეატრი, ნუ მაშინ გაყევით ხელოვნებასო და ხელოვნების მცოდნეობაზე ჩააბარო უნივერსიტეტში შედიო. აი მაშინ მე ვიყავი 16 წლისა, როცა მე დავამთავრე, ჩემ დროს იყო 11 კლასი. 16 წლისა ოჯახს ასეთი სიტყვა უთხარი. მე ჩავაბარე პანთეატრალურ ინსტიტუტში, ახლანდელ უნივერსიტეტში, თუ არა და მე არსად არ წავალ. რატომღაც მეგონა რომ სხვა ნიჭი და უნარი არ მქონდა მაშინ. არ ვიცი, რაღაცა პათოლოგიურად ვიყავი შეყვარებული რაღაცნაირად ამ თეატრზე. და ეთყობა თვითონ აი ამ სიტუაციამ და ამ გარემომ იმ ბავშვობის ულამაზესმა პერიოდმა ჩემში ხო იქონია ძალიან დიდი გავლენა და მამას უთხარი რომ ან იქნება თქვენი შვილი მსახიობი, ან არსად არ იქნება და არ წავა. მამის პასუხი რა იყო? მამის პასუხი იყო რომ ეს გოგო რაღაცა არა, ნუ იცი, მაშინ აღნიშნე ძალიან ლამაზად, რომ იცი თეატრს უყურებდნენ მსახიობებს ცოტა სხვანაირად, რატომღაც მით უმეტეს იცით რაიონებში ფიქრობდნენ, რომ ასეთი გოგონები მე რაღაცა ცოტა სხვა უფრო მსუბუქი კუთხით მიდიოდნენ რაღაცა და ესეთი დამოკიდებულება და რაღაცა ხო იცი ყველა ფიქრობდა. და ამიტომ მირჩიეს რომ გავყოლოდი ხელოვნებას. მიუხედავად ჩემი არჩევანი თეატრი. წინააღმდეგობისა, შენ მაინც თეატრალურ ინსტიტუტში აღმოჩნდი. და მე ახლა მაყურებელს ვეთყვი, რომ აღმოჩნდი და თან სად აღმოჩნდი. ხო. რა სკოლაში აღმოჩნდი. ძალიან მიხეილ თუმანიშვილის სკოლაში აღმოჩნდი. სკოლაში, ჯგუფში, მოდი ესე ვიტყვი, ესე. მინდა ვთქვა, აკადემიაში ალბათ. რაღაცა დიდი ოსტატობის აკადემიაში. ეკა როგორ მოხვდი თუმანიშვილთან? ვინ ხსნიდა მაშინ ჯგუფს? რატომ მოხვდი თუმანიშვილთან? აი, ან საერთოდ როგორ მოხვდი? ხო, როგორ მოხვდი? იმიტომ რომ მე მსმენია რომ აქ დართულია თეატრი. დღემდე ეგრეა. დღემდე ეს რჩება. მიხვედი მისაღებ გამოცდაზე. ხო. და რა მოხდა? მეცინება. მე დედა და ჩემი და ვართ წამოსულები რაიონიდან და ესე წუთია რომ უნდა გავიდეს ტრანსპორტი. და მაშინ კონსულტაციებზე ვარ მოსული და რაღაც დიდი უზარმაზარი აუდიტორია მაშინ რომელში იყო აღარ მახსოვს რა ზუსტად ახლა ისე ვარ შეიძლება ვერ გავიხსენო. და ну ძალიან ბევრი მომავალი სტუდენტები თავშეყრა, ну იქ ალბათ გარეთ მშობლებიც ელოდებიან და მოკლედ მივედი ვზივარ ველოდები ჩემ დროს როდის დამეძახებენ რომ ავიდე ან ლექსი წავიკითხო, ან იგავარაკი, ან ვიმღერო, ან ვიცეკო და ასე შემდეგ. მოკლედ არაფრით არ მოვიდა ჩემი დრო. ალბათ გული მიცემს ისე რომ საცა უნდა გასყდეს ალბათ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. მაქვს საშინელი ალბათ შინაგანი ისეთი ღელვა რომ გავა უკვე არანორმალურ ადამიანს. და მოკლედ 16 წლის ვარ, იმიტომ რომ 16 წლისა დავამთავრე და გითხარი რომ მე თუ მოვხვდებოდი, ან უნდა მოვხვედრილიყავი იმ წელს, ან არსად არ უნდა მოვხვედრილიყავი. ნუ არ ვიცი, რაღაც ესეთი ამბიცია მქონდა. და თან იმასაც დავძენთ რომ ვუთხარი მშობლებს მე წელს თუ ჩავაბარებ თუ არა და მე არასდროს არ ვწდი, იმიტომ რომ ალბათ არ მაქვს არანაირი ნიჭი მე არტისტობის. ნუ მოხდა ისე რომ შევდგი ფეხი თეატრალურ ინსტიტუტში. ვზივარ კონსულტაციებზე, ველოდები ჩემს დროს. არ მოაღწია ჩემმა რიგმა, ვიხედები საათზე, გასulis დროა, ოღონდ საათს კი არ უყურებ. როდის დამეძახებს და მეტყვის ამოდი. არ მეძახის, ბატონი გოგა იყო ასევე მარგველაშვილი,
მარგველაშვილი და მე თუ შეიძლება მეთქი უცბად წამოვხტი და ვეუბნები ბატონ მიხეილს შეიძლება რომ მე ჩემი უნარები გამოვლინო მეთქი და გამოვხტი კაცმა და თქვენ ვიხართო და მე ვარ ეკატერინე ქრივიშვილი აქედან და თუ შეიძლება ან ლექსია ვიკითხავ ან იგავერებს ან ვიმღერებ ან ვიცეკვებ მოგძანდით თუ ამოგძანდით სცენაზე ამობრძანდით სცენაზე ჩემი დრო არ მოსულა ხო არა იმიტომ რომ იყო სიჩუმე ეთყობა რაღაცა ყველა გაჩუმებულია მაინც ხეთავსებული ხელვა მორიდება და მე რა თაფხედი ვიყავი არა და შიგნით იცი რა ცუდად ვარ აი ძალიან მრცხვენოდა მაგრამ არა მე ვთქვი ან ახლა ან არასდროს ავედი სცენაზე რაღაც ის თიმაშინ ჩვენ დროს ბასანოჭკები ესენი გზნობრო ხელს მიშლის და იცითო დაუკრავა და ვინ დაუკრავსო იკითხა რა თუმანიშვილმა და ყველა შერცხვა ვერავინ ვერ ამოგდა არ არის პრობლემა ვეუბნები მე თვითონ დაუკრავ და მე ვიცეკვებ როგორ შენ როგორ იცეკვებო თუ დაუკრავ ეხლა გავიხადე ეს ფეხსაცმელები გადავყარე იქით გავშალე ხელები და ვცეკვებ გიჟივით ვცეკვა მოხოთ მარტო თან ვღერი მორჩა ეს ყველაფერი და ჩამობრძანდი თუ არა არ ჩამოვალ მეთქი არ ჩამოვალ, აბა რატო და მეთქი უნდა ლექსი წავიკითხო. წავიკითხე ლექსი, ჩამობრძანდი თუ ხედა უკვე ეს კაცი გადმოდის ნელ-ნელა წინ. კიდე არ ჩამოვალ, უნდა ვიმღერე. ჩამოდი ეხლა და არ ჩამოვალ მეთქი. მაშინ ვიცი რას გთხოვო, ჩამოდი ეხლა ცოტა ხანი ქვევითო, დაჯიქი და მომიყევი როგორია სოფელია. იცი რა ჩემი სოფელი კი ვიცი როგორია, მაგრამ იმ დროს არ ვიცი, ალბათ ვერასდროს ვერ მოვყვებოდი. ან ესე როგორ დავხატე არ ვიცი, ნუ რომ დავიწყე რომ ჩემი სოფელი ეს ზემო ხანდაკი და იქ მდინარე თეძამი რომ ჩამოდის და კონსტანტინე გამსახურდია ამ თეძმის ქვისფერი თვალებიო ქალზე რო თქვა და მე ეს თეძამი რომ მოდის და რომ მოაქვს პაპისგან ვიცი და ბებიისგან ვიცი რომ აღელდებოდა ეს და დავხატე აქეთ მთები აქეთ ის აქეთ ეს და წადი ახლა აღარ გაგვიანდებაო მითხრა ერთი კითხვა მაქვს ბატონო მიხეილ და მე წავალ და რა კითხვა გაქვსო და შეიძლება ვცადო მეთქი მე თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარება და რა ვიცი რა გითხრა მაგრამ მაინც ცადეო და ერთი წუთითო ჩამოსვლა დავაპირე და გისმით ბატონო მიხეილ და აი თქვენო რა სურვილი გაქვთ მკითხა ისევ დავჯექი ჩემი ყველაზე დიდი ოცნება და ყველაზე დიდი სურვილი იცით რა არის მეთქი და რაო და მინდა ვიყო ისეთი მსახიობი და იმაზე მაგარი მსახიობი მეთქი როგორიც იყო ქალბატონი ვერიკოან ჯაფარიძე მეთქი და აი არ ვიცი ახლა ხომ მრცხვენია მართლა მრცხვენია როგორ თქვი მაგრამ მაშინ არ ვიცი რა მომივიდა გჯერაო მე შენ ამისიო ერთი მითხრა და რა ვიცი ვფიქრობ მეთქი რომ ვიშრომებ ძალიან ბევრს ვიშრომებ და მივაღწევ იმას ალბათ მეთქი და ახლა კი წავალ მაგვიანდება თქო გამოვედი გამოვდივარ და ერთი რაც არის კარები ამერია მივარტყი თავი სადღაც კედელთან დედამელოდება და მომდისწრემლები გარეთ უკვე და ვღრიალებ ტირი ვარ მომდევს დედა მომდევს ჩემი და სადმირბი ხარ არაფერი არ მითხრათ ვეუბნები და გამომკვდნენ გავედი სადღაც იქით გავწდი ოპერას და რა მოხდა და არ ვიცი ალბათ მოვეწონე მეთქი მეტი არაფერი არ მithქვამს აი ასე დაიწყო ჩემი პირველი შეხვედრა მიხეილ თუმანიშვილთან დიდ მაესტროსთან უცნაურად მე გაგრძელდა ეს ამბავი 4 წელი მე გაგრძელდა 4 წელი და გამოცდებზე იცი რა დამემართა დამრჩა ფურცელი და დამრჩა ფურცელი და ეთყობა ნერვიულებისგან არ კანკავდი და დაწყნარდით გოგი მარგველაშვილი ჩავიდა მე თვითონ ამოიტანა და მახსოვს მე ია წავიკითხე ვაჟებშაველასია და გავხდი ცუდად კითხვის დროს ოღონ მართლა და როგორ მახსოვს წყალი დამისხეს მე ეთყობა რა ვიცი მომასულიერეს ცუდად რაღაცა ყველაფერი რაღაც არანორმალურად წავიდა მე და არ ვიცი მომხდი იცი ეს იყო რაღაც უცნაური პროცესი ჩემს ცხოვრებაში რომელიც მე არასოდეს არ დამავიწყდები ნახე თან ექსპერიმენტული ჯგუფი იყო და გავიწყდეს რეჟისორები და მსახიობები ერთად ნახე ამთავრებ თუმანიშვილს თეატრალურს
ამ დროს თბილისში არის ბევრი თეატრი. კი. თუმანიშვილის თეატრი არსებობს უკვე. და ყველას უსვამ ამ შეკითხვას. და მაინტერესებს შენგანაც. მოდიხარ რუსთავის თეატრში. არა. არ მოვდივარ რუსთავის თეატრში. ხო და მომიყევი გზა, როგორ მოხვედი რუსთავის თეატრში. პირველი რო დავამთავრე, მესაუბრა. წავედი თუმანიშვილის თეატრში. ეს იყო ერთი წელი ულამაზესი პერიოდი და ზაფხულის ღამის სიზმარი. როცა მიხეილ თუმანიშვილი დგავს ამ სპექტაკლს და ჩვენ ახალგაზრდები შეგვიყვანა ფერიებში. ვითამაშეთ ფერიები, მე ხდება ალბათ ცხოვრებაში რაღაცეები ადამიანის ცხოვრებაში. მოხდა მე ისე რომ მე წამოვედი თეატრიდან. წამოვედი თეატრიდან, კი მქონდა მიზეზი, ჩემი პირადი მიზეზი იყო და რაღაცა იცი როგორი პერიოდია. რაღაცა მაშინ ხო იცი ასაკიც ისეთია, დავფრინავთ. ეს ახალგაზრდა თავში მაქვს რაღაცა ცოტა უცნაური რაღაცა ქროლ ხო დაქრის ყველაფერი ქარიშხლები სიოკი არა ქარიშხალი თან ძალიან ესეა რაღაცა ვერიგებ როგორ დაქრის ეს ქარიშხალი წამოვედი ამ თეატრიდან მოვედი სახლში და მე ვთქვი რომ მე არსად არ წავალ იმიტომ რომ მე წამოვედი იქიდან და მე არსად არ წავალ ამაზე უკვე არა არსად არ წავალ და მე 3 თვე მოხდა აი ეს პროცესი ჩემთან საერთოდ ჩავიკეტე მინდა გითხრა და საერთოდ არ გავდიოდი არსად რა მქონდა ესეთი პერიოდი წამოსვლის მერე შეხვედრილ ხარ თუ არა მას წამოსვლის მერე კი თეატრიდან წამოსვლაში კი შეხვედრილ ვარ წამოსვლის მერე მაგრამ აქ როგორ მოხდი არ გაინტერესებს ხო და აი ზუსტად ეგ ვიკითხე გზა თეატრიდან რუსთავის თეატრამდე. აი ის 3 თვე იყო ძალიან მძიმე პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, იმიტომ რომ მე ვთქვი რომ მე არასოდეს თეატრში არ დავბრუნდები. და მე რუსთავში მყავს ბიძა. აღარ არის ის კაცი ცოცხალი დედის ძმა. და მოვდიოდი სტუმრად მე და დედა და ჩამოვუვარეთ თეატრს. თეატრს და მიდის რეპეტიციები და არის რაღაცა რეკლამა კეთდება მალე თუ ყარყვარე თუ თაბერზე იყო მუშაობა და ბატონი ლევან სვანაძე იყო სამხატვრო ხელმძღვანელი როგორ მახსოვს მაშინ მომთაბარენს იწყებდა და რო გამოვიარე ძალიან ბევრი ვიტირე ძალიან ბევრი და დედა მეუბნება რა ხდება თქვი არ ვიცი ბოდიში მეტირება ეხლაც ნოსტალგია ხო აი რაღაცნაირად თეატრთან ჩამოუგრული ამ თეს და მომდისრევლები და მივედი უკაცრავად მივედით ბიძასთან ბიძიდან წამოვედი მერე და ხმა არა მომიღია დავბრუნდი სახლში და დედას ვეუბნები რომ მე უნდა დავბრუნდე თეატრში და როგორანაირად ესე მოვედი თეატრში მოვედი და ბატონ ლევანს ვეუბნები ბატონ ჯემალ მაზიაშვილი ყოსავე და მე ვეუბნები დავამთავრე მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფი ეს არის 1993 წელი იმიტომ რომ 92-ში დავამთავრე 93 წლიდან წამოვედი და ვეუბნები რომ მე მინდა თქვენთან თეატრში მინდა გითხრა რომ უპრობლემოდ მოვხვდი რუსთავის თეატრში და მაშინ ყვარყვარეშიც რაღაც ეპიზოდური სცენები დავბრუნდი კი მალე მე რა ჩამსეს და მე მომთაბარენში ბატონმა ლევანმა და მე უკვე იწყება ჩემი მოღვაწეობა რუსთავის თეატრის სცენაზე. ფაქტობრივად არის 33 წელი, 34 წელი იწყება, რაც მე რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის პროფესიულ დრამატული თეატრის სცენაზე ვდგავარ. ეკაი, კითხვა გამიჩნდა, იმიტომ რომ იქ აცრემდი თეატრი რო დაიმახე. რაიმე პრობლემა იყო თუ უბრალოდ შენ აღარ გინდოდა თუმანიშვილის თეატრში ყოფნა. არა, აქ იყო ჩემი პირადი პირველი ხო, არა, თეატრს მიღმა იყო, რის გამოც მოხდა რაღაცეები პირადი, არასასიამოვნო და ამის გამო მოხდა უკვე მერე ჩემი თეატრიდან წამოსვლის პროცესი. საჭირო იყო რომ მე უნდა წამოვსულიყავი, ალბათ ვფიქრობდი სულ წამოვსულიყავი, მაგრამ ვერ შევძელი. ცადე თუმანიშვილში დაბრუნება, თუ აღარ გიცდი? არა. არ
არ მიცდია. როლი იყო თუმანიშვილში ზაფხულის ღამის სიზმარი. ზაფხულის ღამის სიზმარი და რუსთავის თეატრში ყვარდა. რუსთავის თეატრში და მე მინდა გითხრა პარალელურად ერთი წელი ვიყავი მეტეხის თეატრში. მეტეხის თეატრში ეს არის პერიოდი ბატონი კანდიდ გურგენიძე იყო მაშინ ხო სამხატვრო ხო აი ეს პერიოდია როცა მიმიწვია და პარალელურად აქ ვიყავი იქ და მე უნდა ამერჩია და ავერჩია რუსთავის თეატრის. ერთი უცნაური კითხვა მაქვს მე მესმის რომ შენ თუმანიშვილის კლასიკა გავლილი შენთან მოდი ასე ვთქვა ერთი რეჟისორის ხელში გაგივლია როგორც მსახიობს არ თუ არა რეჟისორი მსოფლიოში რომელთან მუშაობაზეც ოცნებობ არა მხოლოდ ქართველი მსოფლიოში რომელ რეჟისორთანაც მე ვიმუშავებ. დიახ. იცი მე მინდა გითხრა მსოფლიოში ძალიან ბევრი საინტერესო რეჟისორია მით უმეტეს ახალგაზრდა თაობაც სადაც ძალიან საინტერესო სახე შეიძლება შექმნას მსახიობმა მაგრამ იცი მაინც შენი ქართული სკოლა ყველაზე მაგარია მე მაინც ამას ვიტყვი მე თუ დავბრუნდებოდი ისევ დავბრუნდებოდი და დავაბრუნებდი, ანუ გავაცოცხლებდი ბატონ მიხეილ თუმანიშვილს ისე, იმიტომ რომ ის სკოლა მაინც ძალიან განსხვავებული სკოლაა და საოცარი სკოლა. თუმცა მე როგორც მსახიობს მსიამოვნებს განსხვავებულ რეჟისორებთან მუშაობა, იცი რატომ? იმიტომ რომ ძალიან საინტერესო, ძალიან მნიშვნელოვან გზებს გავდივარ, ვსწავლობ ძალიან ბევრ რაღაცას, რაც მაგალითად არ ვიცი და სიახლეა, რაც 21 საუკუნეში ძალიან მნიშვნელოვანია. რაც აინტერესებს, ხო, საზოგადოებას აინტერესებს და ფაქტობრივად ეს რეჟისორები უკვე თანამედროვე ხედვით არიან მოსულები და ეს თეატრისთვის ძალიან კარგია და ძალიან საინტერესოა. ხო და გადავიდეთ თეატრში იმ ამბავზე, რომ ყველას აქვს ეს ვერ დავიჯერებ, რომ არ აქვს სცენაზე მოუყვეთ მაყურებელს უხერხული მომენტების შესახებ. რადაგმართნია ისეთი, რომელმაც იმ წამს გაგამწარა, მაგრამ დღეს უკვე შეგიძლია რა იღადაო ამაზე. საკუთარ თავსაც იღადაო. სცენაზე გამწარება უხერხული მომენტი. ან ფეხი გადაგიბრუნდა, ან წყალი გადაგესხა, ან ფეხი გადამიბრუნდა. ფეხი გადამიბრუნდა, რა გითხრა, მაგრამ იყო რაღაცა ერთ-ერთი სპექტაკლის დროს ხელიდან გაუვარდი პარტნიორს მაგალითად ესე. იყო მომენტი რამის ლუქში ჩამყირავდი. ეს მომენტიც მქონია იყო და მაშინ ძალიან გაუბრაზებული ვარ, რომ აი რატომ მომივიდა ესე და დღეს მეცინება უკვე ესეთი რაღაცები ჩემთვის უკვე რაღაცა, იცი, კურიოზი არ ვიცი, რა უნდა დავარქვა. დღეს მეცინება, ხო, ოღონდ მართლა მეცინება რაღაცებს. არის მომენტი, რომ ეს მე მაყურებელი შეიძლება ვერ ხვდება, მაგრამ შენ ხო გახსოვს და არის მაშინ. ძალიან მეცინება, მაგრამ იცი მინდა გითხრა, სხვა ისეთი რაღაცა, აი, რომ გავიხსენო, რაღაცა ისეთი არაფერი არ ყოფილა. რაღაცა ისე მიდის ხოლმე რაღაც უცნაურად რომ მე კი არ გეგმავ და მე არ ვალაგებ რაღაცა თითქოს არ ვიცი არ მეშლები ხა ვის არ შეშლია რაღაცები მაგრამ არ ვიცი ხან მინდა იქნებ შემეშალოს მაგრამ არ მეშლება გახსოვს შენც მეუბნებოდი ერთხელ მინდა რომ რაღაცა შეგეშალოსო რა კურიოზი რო იყოსო და რატომღაც არ გეშლებ ხო ჩაწერის დროსაც არ ვიცი რატომ მესმის კი ეხა ისეთ უხერხულ კითხვას დავსვამ რომელიც მე ძალიან მეუხერხულება მაგრამ მაინც ყველას უსვამ მინდა დამისვა კითხვა. როლი რომელიც არ გამოგივიდა. შეიძლება იმ წამს ითამაშე, ტაშიც მიიღე, წარმატებულ პრემიერად ჩაითვალა, მაგრამ აი დღემდე გახსოვს, რომ რაღაცა ხინჯად გაქვს. რაღაც ბოლომდე არ გააკეთე. ან ვერ მახე პერსონაჟთან საერთოდ. ან არ გავაკეთე. ან არ, რა თქმა უნდა. ან არ გავაკეთე. მოდი ვიტყვი, რომ არ გავაკეთე. არ გინდოდა რომ გაკეთე? ხო, არ მინდოდა რომ გამეკეთებინა და იყო მე მინდა რომ ძალიან გულწრფელი ვიყო და არ გავაკეთე. უბრალოდ იცი რატომღაც ამბობენ რომ მსახიობი თუ ხარ მსახიობი შენ ყველა როლი უნდა მოირგო. მაგრამ იცი რა არ არის ეს ასე რა. არის ის არ არის რაღაცა შენი და უნდა თქვა ამაზე ძალიან ადამიანურად ძალიან პირდაპირ უნდა სპექტაკლზე თქვი უარი? კი
არა, დავიწყე ამაზე მუშაობა, გავიარე რეპეტიციები, მაგრამ მივხვდი კი არა, არ იყო ეს ჩემი და ვცდილობდი რომ მე ყველანაირად ძალიან ისე ადამიანურად ძალიან არა, პრემიერა არ ვითამაშე, იმიტომ რომ არ იყო რა ჩემი და ამიტომ ჯობდა რომ მისი ლამაზად ძალიან თბილად, ძალიან ასე ვთქვათ ადამიანურად მე თქვა ამაზე უარი და მე მგონი სწორი გადაწყვეტილება მივიღე. როლი რომლითაც დღემდე რომელიც დღემდე გახსოვს და სიამოვნებას განიჭებს. ეგეთი როლი იქნებოდა. იცი რა ეს თავმდაბლობა არის? არა, მე მინდა გითხრა რა თავმდაბლობა. უბრალოდ მე ნებისმიერ გადაცემა იქნება თუ რაღაცა ჩემთან საუბარი აქვს. მე ყოველთვის ვამბობ ზუკა ერთ რამეს იცი, დედას უყვარს ყველა შვილი. დედა შვილებს არ გამოარჩევს. აი შეიძლება რაღაცით გამოარჩევა, მაგრამ სიყვარული ხო დედის შვილების მიმართ არის ერთნაირი. მე ყველა როლი მიყვარს ზუკა ერთნაირად. ჩემთვის ყველა როლი არის ერთნაირი. მე ვერც ერთ როლს ვერ გამოვარჩევ, იცი რატომ? იმიტომ რომ ყველა როლის შექმნაში თვითონ გმირი პერსონაჟი რო შექმნა, მე არ მძინავს ღამეები. მე ქუჩაში რო დავდივარ, იმ გმირის ცხოვრებით დავდივარ. მე როცა სადილს ვაკეთებ სახლში, იმ პერსონაჟის ქცევებით ხდება ამის კეთება. როცა ვინმეს ველაპარაკები, იცი რა, იქაც ესე ხდება რა. მე მის ცხოვრებას, მის ნაბიჯს ყველაფერს ვსწავლობ და ყველა როლი ჩემთვის არის ერთნაირი. ვერც ერთ როლს ვერ გამოვარჩევ, იმიტომ რომ ყველა როლისთვის ერთნაირად ვიხარჯები, ერთნაირად იხარჯება ეკატერინე ქურივიშვილი. ეკამ, სცენის გარდა რომელ ადგილს აფარებ თავს თეატრში? აფარებ ჭყალებში. წონა. თავშესაფარი რომელია ჩემთვის თეატრის გარდა? არა. თეატრში როცა ხარ, თავს სად აფარებ? სად ვაფარებ? თუ გულისხმობ, სადაც ყველაზე მშვიდად და ბედნიერად გრძნობ თავს, სადაც მე ვისვენებ, ეს არის სადაც მსახიობი უკვე გმირად და პერსონაჟად ყალიბდება, ეს არის ჩემი საგრემიორო ოთახი. სადაც მე ვქმნი ჩემს პერსონაჟს თავიდან ბოლომდე. მაგრამ იცი რა არის, მე საერთოდ ძალიან მოუსვენარი ადამიანი ვარ. არ ვიცი, ცელქი ვარ, თვითონ რომ მეყურებ, შეიძლება ძალიან დინჯი ქალბატონი ვიყო, მაგრამ ვერ ვისვენებ რა. ესე მგონია, რომ თეატრში ყველა ადგილი ჩემია, არ ვიცი, მე კი არ ვითვისებ, მაგრამ აი მეთვისება, ესე მგონია, რომ აქაც ჩემია, კულიში ვდგავარ ჩემია, სადღაც საგრემიოროში ვდგავარ, იქაც ჩემია, პარტერში ვზივარ, მოყუჟული, იქაც ჩემია. სადღაც ფარდის უკან დავიმალებ, იქაც ჩემია, რაღაცა ყველა ადგილი მიყვარს და მთლიანად თეატრი არის ჩემი თავშესაფარი. მთლიანობაში არის ჩემი ლამაზი სამყარო, ჩემი ფერადი, რომელიც ჩემს ცხოვრებას აფერადებს და მე ყველაზე დაცულად გრძნობ თავს თეატრის ყველა კუნჭულში. ხო, როცა ამ თავშესაფრიდან გადიხარ, რადგან შენ თქვი ესე ზოგადად რომ თეატრი შენი თავშესაფრია, ეკა ქურივიშვილს რა ჰობი და ინტერესები აქვს თეატრის მიღმა? რასაკეთებ თეატრის მიღმა? ჩვენ მაყურებელს ვუთხარით რომ პედაგოგი თეატრის მიღმა საინტერესო პროექტზე რომ მოვყვეთ, რომელსაც შენ ხოლმე ახორციელებ როგორც პროფესიით. თეატრის მიღმა ისევ თეატრში. ეკა ქურივიშვილი არის ისევ თეატრში. სხვათაშორის გუშინ მქონდა ამ თემაზე ლაპარაკი, რომ აი რატოა გიждები უმოთ მართლა სერიოზულად, როცა მასწავლებელი პედაგოგი ატარებს გაკვეთილს. არ მესმის რატო უნდა იყვიროს მასწავლებელმა, ახლა მესმის რომ ცოტა განსხვავებული თაობა, ხმაურიანები არიან, ძალიან ჰიპერაქტიურები არიან, ხო? 21 საუკუნის თაობა, ძალიან უცნაურები არიან. ძალიან საინტერესოა ეს პროცესი, მაგრამ იცი გაკვეთილის პროცესში რომ ვდგავარ და ვხსნი, მე მაინც მგონია რომ ვდგავარ სცენაზე და თითოეული მათგანი ჩემთვის არის მაყურებელი. და იცი რა საოცარი პროცესია ამ ბავშვებს რო უყურებ და
ძალიან ესეთ გულწრფელ თვალებს რო უყურებ, როგორ შეიძლება მათ რამე მოატყუო, იქაც ბოლომდე უნდა დაიხარჯო, აი როგორც სცენაზე იხარჯები მსახიობი, იქაც უნდა იყო გულწრფელი. მე სკოლაში, მე ორ საჯარო სკოლაში ვასწავლის უკან. ორივე საჯარო სკოლაში ვარ სერტიფიცირებული პედაგოგი პლუს ჩავაბარე გამოცდები, იმიტომ რომ მუსიკა მიყვარს ძალიან და მუსიკა იცით რატომ ჩავაბარე. ჩავაბარე, იმიტომ რომ ჯერ ხომ მუსიკის გარეშე არაფერი არ არსებობს და მუსიკა სამყაროს სულია და თეატრი მე თუმეტეს მუსიკის გარეშე არ არსებობს და მუსიკა ყოველთვის არის ჩემში, აი აქ. და მუსიკის გარდა აი ამ პედაგოგობას რომ მივყვები, მაგის გარდა მაქვს ჩემი თეატრის სამყარო ცალკე, ეს არის ქალაქი კასპი, იმიტომ რომ მე გითხარი ვარ შიდა ქართლიდან და კასპში შეიქმნა ასეთი ადრე საყმაწვილო, მაგრამ ახლა არის ახალგაზრდული თეატრი, რომელსაც ჩემი მესამე წიგნის სახელწოდება ჰქვია ფარდის მიღმა და სხვათა შორის მესამე წიგნით მივიღე გამხდი საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი და დავარქვე ფარდის მიღმა და მე იქ ამ წუთას ვმუშაობ გიორგი მაზნიაშვილზე და გიორგი მაზნიაშვილზე, იმიტომ რომ გიორგი მაზნიაშვილი ჩვენი მიწაწყლიდან იყო. ეს არის საკმაოდ ისეთი მნიშვნელოვანი ისტორიული ფიგურა, პატრიოტული თემაა და მე მინდა რომ ახალგაზრდები სწორედ აი ამ სამშობლოს სიყვარულით, აი ესეთი გმირებით, აი ამათი სიყვარულით გაიზარდო. ძალიან მომწონს მე ყველაზე მეტად, იცი რა არის, მე ხო სცენაზეც გიყურებ ცხოვრებაში და გიждები ყველა შენ რაღაცა სპექტაკლია თუ არა სპექტაკლია, ყველაზე მეტად მე მაინც ის მომწონს, რომ შენ ყოველთვის უხეშად ვიტყვი, არ გასვენებ სურვილი ახალგაზრდებთან ურთიერთობის. აი ყველაზე ამომავალი რაღაც ჩემთვის რაც არის წერტილი, არის ეს, რომ სულ აქტიურად ტრიალებ ზოგადად ბავშვებთან ახალგაზრდებს ერგები და იმ სპექტაკლს რომ მოდის ის ახალგაზრდა ის გრძნობს ამას, რომ რაღაც არის მისთვის. მე კი არ ვიძახი, რომ სხვა მაყურებელი არ ინტერესებს, ხო სწორად ხვდები ეს თქმა და ჩემთვის ყოველთვის არის ყველაზე რაღაც საინტერესო. ხო, ნუ ჯენზის ხო თავისი ენა აქვს. მე მაგალითად ჯენზი ვარ და ჯენზის მე თაობა რომ მოდის, იმასაც ხო თავისი ენა აქვს და ამას რომ უძებნის მსახიობი და რაღაც გასაღებს ურგებს იმ ბოქლომს, ხო იქ ყველაზე მნიშვნელოვანი რა. ეხლა გიორგი მაზნიაშვილზე რომ მიაბრუნებ ბავშვს და რაღაც აფიქრებ, უკვე ხო საინტერესო ამბავია და არა ვიწყებ იმას. ძალიან საინტერესოა და იცი როგორ ხდება, აი ბავშვს რომ მე გაუჩნდეს სურვილი თვითონ ამ სამყაროში რომ შემოვიდეს, იწყება იცი საიდან, იმიტომ რომ მე თვითონ ყვები საქართველოს ისტორიას, მე თვითონ მივყავს მუზეუმში, მე თვითონ ვიწყებ იმ ცხოვრებით ცხოვრებას, როგორც ცხოვრობდა. მე საინტერესო პროცესია ის, რომ მე თვითონ ვაჩვენებ და ამ ჩვენების პროცესში და ამ კეთების პროცესში ეკატერინე ქრუიშვილი სახში მოდის 180 წინევით. აწეული ხო, აი მართლა, მაგრამ სიამოვნებისგან გადაღლილი, დაცლილი, იმიტომ რომ მე ახალგაზრდებს რაღაცა ვასწავლე, ჩემი ცოდნა გაუზიარე და რა ვიცი, სიამოვნებს ეს პროცესი. ძალიან და მე მომწონს ეგ ამ. მომწონს მეც ძალიან მომწონს. ეკა დავბრუნდები ისევ თეატრში. დავბრუნდები ისევ თეატრში, შენს შესაფერში. როგორი უნდა იყოს თანამედროვე ქართული თეატრი? თანამედროვე ქართული თეატრი. თანამედროვე ქართული თეატრი მე საერთოდ ვუსურვებ სულ ყველა რეჟისორს, ეს არის ჩემი ხედვა. ყოველთვის რეპერტუარი გათვალონ მაყურებელზე. ოღონდ გათვალონ არა მარტო როგორც უმცროს თაობაზე, გათვალონ უმცროს თაობაზე მოდი ვამბობ მე 21 საუკუნის თაობა ძალიან განსხვავებული გიჟდებიან თაობაზე, იმიტომ რომ ძალიან ნიჭიერი და ძალიან საოცარი თაობა და გათვალონ ასევე უფროს თაობაზეც, იმიტომ რომ ეს უფროსი თაობაც უკვე გათანამედროვებულები არიან უკვე. ხო, იცი, აი მათზე მორგებული უნდა იყოს. აი როცა მათ მოარგებ უკვე გეყოლება მეტი მაყურებელი. მე სოციალური საკითხები, აი რაც მეტად აღელვებს ადამიანს, რაც მეტად აწუხებს ადამიანს, რაც მეტად სტკივა ადამიანს, აი ასეთი პრობლემები როცა იქნება
გამოცემულ რეპერტუარში წარმოდგენილი, მე მინდა გითხრა, რომ მას ეყოლება ყოველთვის სავსე ექნება სავსე ეყოლება სავსე მაყურებელი, იქნება სავსე დარბაზი, ანუ პარტერში ექნება ანშლაგი და იქნება ძალიან ლამაზი საღამოები. მე ვფიქრობ, რომ უნდა გათვალო ყოველთვის მაყურებელზე სოციალური საკითხები, რაც აწუხებს საზოგადოებას. საინტერესოა. როგორ ხედავ ქართულ თეატრს, ეგ კი ბატონო. ეკა, ყველას ვეკითხები, ჩვენ ინტერვიუ ხო ვერ გაგრძელდება და უშუალოდ მიუხედავად იმისა, რომ მე მომწონს შენთან დიალოგი და ჩვენ გვაქვს რაღაცა გაკეთებული ქრონომეტრაჟები არსებობს, ძალიან საინტერესო მოსაუბრე ხარ, მინდა გითხრა და საინტერესო დიალოგი გქონდა დღეს და მე ჩემთვის ინტერვიუ ეგ არის. ხოლმე ვეძახდი, როცა ჟურნალისტიკაში ვიყავ, აკადემიურ ჭორაობას, კარგი ინტერვიუს, რატომაც არა, მაგრამ დღეს ხო ბევრი რამ ნახე, ბევრი მოვისმინე, თან საინტერესო ისტორიები ალბათ მეტი და მეტი გექნება და მოსაწყობი და ყველაფერზე ვერ ვისაუბრებთ. რატომ უნდა მოვიდეს მაყურებელი რუსთავის დრამატულ თეატრში? საერთოდ თეატრში? ჯერ რუსთავის თეატრში რატომ უნდა მოვიდეს? ჯერ პირველ რიგში მინდა რომ მთლიანად ქალაქი მოვიდეს. იმიტომ რომ ჯერ გულისხმობ ქალაქს. კი ბატონო. იმიტომ რომ მე ამ ქალაქში ვცხოვრობ. მე მინდა მოვიდეს, იმიტომ რომ ჯერ არის ულამაზესი თეატრი. არის ძირძველი ტრადიციებისა და ფესვების მატარებელი თეატრი. უნდა მოვიდეს, იმიტომ რომ ფეხშემოდგავს თუ არა მოდის მუზეუმში. აი მუზეუმში რომ მოდიხარ, იქ არის მთელი შენი ისტორია, რაც არიცი, ჯერ სწავლობ ამას. მე ზოგადად საერთოდ ვურჩევ ახალგაზრდებს, ვურჩევ პედაგოგებს, ვურჩევ საზოგადოებას, ჯერ დაიწყონ თეატრში სიარული, თეატრის მუზეუმით. უნდა მოვიდნენ, იმიტომ რომ თეატრს ყავს ძალიან საინტერესო, ძალიან ნიჭიერი სამხატვრო ხელმძღვანელი ბატონი სოსონ ემსაძე. თეატრს აქვს ძალიან ფერადი, ძალიან ლამაზი რეპერტუარი, რომელიც არის ყველა ასაკის თაობისთვის გათვლილი. აი მაგიტომ უნდა მოვიდნენ თეატრში და თეატრში, რუსთავის თეატრში, იმიტომ უნდა მოვიდნენ, რომ ზოგადად თეატრი ადამიანში ხსნის რაღაცა ჩაკეტილ უჯრედებს, მიძინებულ უჯრედებს. ხშირად ადამიანი უკვე თეატრში მოსვლით ეზიარება შემდგომ სხვა ხელოვნების დარგებსაც. თეატრი არის ზღაპარი. თუ გინდა ბავშვს მოუყვე ზღაპარი, ოღონდ ლამაზი ზღაპარი. თეატრის გარდა ზუკა სად უნდა წაიყვანო? ახალგაზრდებო, ქალბატონებო, ბატონებო, მობრძანდით, იარეთ თეატრში. შეისწავლეთ თქვენი თეატრის ისტორია. პირველ რიგში დაიწყეთ მუზეუმით. თეატრი არის ზღაპარი. ფერადი, ლამაზი ზღაპარი. იყო და არა იყო რა. აი ამას დაიწყებს რუსთავის თეატრი და რა იყო მერე, რა მოხდება, როგორ დასრულდება, როგორ განვითარდება მოვლენები, თქვენ გიგალორთ კიფაინცის რუსთავის პროფესიულ დრამატული თეატრიდან გაიგებთ. ძალიან საინტერესო რეჩი იყო, ეკა მინდა გითხრა ისეთი. არ ვიცი, რატომღაც მინდოდა რომ ასე. ძალიან გემრიელად ნათქვამი იყო, მეც გეთანხმები. მართლა ძალიან საინტერესო რეპერტუარი აქვს ჩვენს თეატრს და მე ძალიან მომწონს თქვენთან მუშაობა, თქვენთან საუბართ. მე ძალიან ნიჭიერი მსახიობები ყავს ამ თეატრს, უფროსი, შუა, ახალგაზრდა თაობა და ძალიან კარგი რამე. ძალიან ნიჭიერი თაობა ყავს ზოგადად, უნიჭიერესი მსახიობები არიან და იცი კიდევ მე დავამატებ რა ერთ სიტყვას, რომ იმიტომ უნდა იარონ თეატრში, რომ რუსთავის ნიჭიერი თეატრის ნიჭიერი მსახიობები გაიცნონ. კი ბატონო. აი ქუჩაში რო შეხვდებიან მე და მქონია რა ეს შემთხვევა. გამარჯობა თქვენი რაღაცა საინტერესო პროცესია ხომ? ხო, აქვე გავიხსენებ მაგ ამბავს, ეს ცნობადობასთან დაკავშირებით. ჩვენ მსახიობებს ძალიან კარგად ცნობენ და
ბოლო სპექტაკლი რო შევახსენო კი შეძალი ნერვიული და იღებო სტუმარმა სადაც კაპოდინერებმა და ვერავინ საყვარელი მოსწავლეების შეკავება იმიტომ რომ ყოველი სცენაზე ამოციუდნენ და გეხუტებოდნენ ალბათ კლიშე გრცხვ მაგრამ ალბათ საქმეებისთვის ეს სიყვარული და მე მინდა გითხრა შემრცხვა იმიტომ რომ როდესაც მე თეატრის გარეთ ვარ ზუკა მე დავამატებ იცი მე თეატრის გარეთაც თეატრიც ვცხოვრობ მე არ ვიცი რომ მკითხო როდის ისვენებს ეკაქრუიშვილი ალბათ არასდროს იმიტომ რომ სადაც მიწევს ყოფნა იქაც ვლაპარაკობ თეატრზე იქაც ველაპარაკები და ხსნი როგორი სპექტაკლია რანაირი სპექტაკლია რა ხდება სპექტაკლში რატომ უნდა წახვიდე სპექტაკლში აი ამ ყველაფერზე ველაპარაკები და იცი მე ამ ენერგიის ხარჯვა სიამოვნებს მინდა რა გითხრა იმიტომ რომ ბავშვები ასე სწავლობენ თეატრს და მე რომ მოდიან ის ბავშვები თეატრში უკვე ჩნდება სურვილი რომ კიდევ დაესწრო შემდეგ სპექტაკლს აი აქ სტუმარ მასპინძელზე რაც მოხდა მე ძალიან ბევრი რამე ვილაპარაკე ახალგაზრდებთან პატარებთან მე თუმეტეს სტუმარ მასპინძელზე იცი ზუკა მეოთხე კლასელ ბავშვს რო გაუჩნდება სურვილი რომ ჩვენ გვინდა წამოვიდეთ თქვენ სპექტაკლზე, არა მარტო თქვენ სპექტაკლზე, ზოგადად სპექტაკლზე და ნახოთ, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ვინ იყო ვაჟა-ფშაველა, ჩვენ ვსწავლობთ ვაჟა-ფშაველას, როგორ არ შეიძლება ფილოლოგი, ქართულის მასწავლებელი მეჩხუბა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, როგორ თქვენს მოსწავლეებს უნდა სპექტაკლზე წამოსვლა და თქვენ როგორ ფიქრობთ, ახლა ამათ არ აღდგენება ისე გახსნილი რომ ვაჟა ვერ გაიგონ, კი ბატონო, წამოვიდნენ და ვუყოდით ერთ-ერთი ჩვენ ვიცით ყველა წესი, ჩვენ ვიყავით მუზეუმში, ჩვენ აგვიხსნეს, ჩვენ ნახეთ ეს, ჩვენ ნახეთ ის, გაოცებული ვუყურებ, იცი, მე ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისთვის არაფერი ახლა რას წარმოვიდგენდი, რომ სცენაზე ამოვიდო და ამდენი. უბრალოდ შემრცხვა, იმიტომ რომ გარშემო დგან ეს ძალიან უხერხული იყო, მაგრამ მინდა გითხრა რომ რაღაცა ძალიან დიდი სიხარულია, იმიტომ რომ არ ვიცი, გული ამომივარდა უცბად რომ დავინახე ამდენი ცუდად როგორ ეხლა წამბოდი. ეს ხაჯანაზე წადი ეს იყო. ეკა, ძალიან დიდი მადლობა. ჩვენი დღევანდელი საუბრისთვის საინტერესო დიალოგი შედგა. მე ასე ვფიქრობ და იმედია ჩვენს მაყურებელსაც მოეწონება. ეს არის რუსთავის თეატრის პროექტი ბლიცის გარდა ყველაფერი, სადაც ჩვენ თეატრის მსახიობებთან ერთად ყველაფერზე ვსაუბრობთ აბსოლუტურად. ბავშვობიდან დღემდე კი, რა თქმა უნდა, ბევრი კითხვა დარჩა, ბევრი ამბავი დარჩა მოსაყოლი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ კიდევ ბევრჯერ შევხვდებით ჩვენს მაყურებელს. შევხვდებით და მე შევახსენებ ჩვენს მაყურებელს, რომ ჩვენი დღევანდელი ბლიცის გარდა ყველაფრის სტუმარი მსახიობი ეკატერინე ქრუიშვილი იყო. დიდი მადლობა ეკა. მე პირიქით, მე გიხდი მადლობას ამ საინტერესო გადაცემისთვის. ძალიან დიდი მადლობა და შევხვდებით.